შუაგულ ნიუ-იორკში კერამიკაში შექმნილი შერეკილები, ღვინის ქურდები, ნატრის ხე და სხვა საოცარი ნამუშევრები საქართველოზე. და ბავშვები, რომლებსაც ქართულ კალიგრაფიას ასწავლის. დღევანდელი ემიგრანტის ისტორიის სტუმარი ბადრი გოგოლაძეა. ადამიანი, რომელიც ნიუ-იორკში უკვე 6 წელია ცხოვრობს, მაგრამ მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ კავშირი საქართველოსთან არ ამს თუ გაუწყვიტავს, არამედ ახლა უფრო ძლიერად აქვს, ვიდრე ოდესმე ქონია. თინეიჯერების პერიოდი ყველას ქონია და სულ ხატვაში ვიყავი ხოლმე და ფრედი მერკური მომწონდა და სულ მაგის სიმღერებს უსმენდი და სკოლა რომ თავდებოდა და ხატავენ ხოლმე საროჭკებზე იმაზე ზოგს ფრედი მერკური დავახატე, ზოგს ბიტლები დავახატე და სახლით სულ ესეთი ნახატებში მქონდა გაკეთებული ოღონდ როკერები და იქ ლონდონი და იქ ნიუ-იორკი სათამბჯენები. და დღეს ამერიკაში რას ხატავ? დღეს უკვე სარკისებრულად შემიტრიალდა ყველაფერი, აღმოჩნდი ნიუ-იორკში. ხატავ ღვინის ქურდებს, შერეკილებს. ჯერ ნატრის ხე მეგონა, მეთქი ნატრის ხეა მეთქი რა, ძალიან მაგარი ფილმია. მე მეგონა არაჩვეულებრივი გამოფენა. მაგრამ დრო რო გადის შერეკილებია. გენიალური ფილმია რა, ძალიან მაგარია, ყველაფერი შიგა, მთელი ქართველობა და ჩვენი ისტორიაც და ჩვენი მომავალიც. მომავალი ისაა, რომ გაფრინდებიან. ამ სფეროში რო დავიბადე, მაგ ვირუსით ავარ დაინფიცირებული დავიბადე ხატრობით. 7 წლის უკან, 50 წლის ვხდებოდი, ყველა საქმიანობას თავი დავანებე, გადავერთე მთლიანად ატრობაში 2019-ში ჩამოვედი დეკემბერში და გამოფენა უკვე ჩანიშნული იყო, მახეტეზე უნდა გავუკეთებია 22 აპრილის გამოფენა და ყველაფერი გამზადებული, ყველაფერი და დაიწყო კორონა. ხმაურიანი ქალაქია, აი საშინელი ხმაურია რა ისეთი რომ ჩამოვედი, პირველი შოკი იყო ჩემთვის, რომ ამდენი მანკანები და ამდენი ხმაური და სახლები, ხალხი და სიარული უცბად გაჩერდა და კაცი შვილი გარეთ ჭაჭანება არის ხო აი ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი რა აი დედამიწა გაჩერდაო რიტყვიან ზუსტად ის მოხდა რა და შემოვთავაზეს ხატვის მასწავლებლად და მეთქი ხატვა მე თვითონ არ მისწავლია მეთქი იმიტომ რომ თვითნასწავლი გამოვდივარ მე და მე როგორ უნდა ვასწავლო ბავშვებს მეთქი რა და მეთქი მოდი კალიგრაფიას ვასწავლი, უფრო ამ კალიგრაფიაში ქართულ წერასაც ისწავლიან, კითხვასაც. მეც ძალიან მეშინოდა, მაგრამ პირველი შიში გადავლახე. გადამალახია ჩემი შვილიშვილების სიყვარულმა, რა, ურთიერთობამ. ისე თავისუფლად შემოვიდნენ ბავშვები ჩემთან და იმდა რაღაცას მასწავლიან, რომ არ ვიცი რა, ძალიან მაგრები არიან რა. ეს ნამუშევარი გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით გავაკეთე. 2019-ში მაშინ მომეცა იმედი, რომ საქართველოს არ დაიღუპება და ვერ ჩააქრობენ რა, რუსები ვერ ჩააქრობენ, მე ისეთი ახალგაზრდების პატრონები ვარ. ევროკავშირის ის არის ვან გოგი და ფიროსმანი შეიმავსქენდი, აქ 20% აქ ოკუპირებული რუსეთს, ბართულ ხართი აქ ფეხზე გაკეთებული. აყაჩოს მდელო ყველას გაგვივლია და ეს არის ლეგენდასავით არის, რომ აქ არის მეომარით გარდაცვლილი და იმის სისხლი არის ამოსული ყაყაჩოები რა. ქართველ მეომრები ომში რომ მიდიოდნენ, გულიჯიბეში ვენახის ყლორტს იდებდნენ, რომ დაღუპვის შემთხვევაში ძოლის ველზე ამოვიდოდა მათმაგივრად ვენახი. აი ყაყაჩოს მდელოზე ამოვიდა ვენახი ხმარზე გადაკიდებულია ესეთი ძალიან საამაყო ლეგენდაა და ამ ესეთი ლეგენდის პატრონები ვართ და ომით გვაშინებენ, აბა ომი გინდათ, აბა მონები ვიყოთ, რუსების მონები ვიყოთ. ეს ჩემი მშობლები არიან, რომლებმაც გამიფერადეს ჩემი ბავშვობა და ყველანი ერთი მიცხოვრობდით, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ყველა თქმის შავ-თეთრი იყო ყველაფერი, მაგრამ ჩემი მშობლები ცდილობდნენ, რომ რამენაირად სხვანაირი ბავშვობა მქონოდა და გაგიფერადეს ბავშვობა. გამიფერადეს ბავშვობა. ნოსტალგია მიხელა მოტივაციებს მაძლევს, რომ აუცილებლად ვაპირებ უკან დაბრუნებას. მარტო მე და ჩემი მეუღლე ვარ და შვილები და შვილიშვილები ყველანი იქით არიან და ძნელია რა მოკლედ საქართველოს გარეშე ცხოვრება რა თუმეტეს
ამდენი შვილების და შვილიშვილების პატრონი ხარ კაცი. სამშობლოში რომ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და მოვა გაზაფხული, აი ეს გაზაფხულია ზუსტად რა.